ინტერნეტში გავრცელეს ტელეკომპანია ფორმულას ვიდეო, თვითონ ამ კომპანიამ გავრცელა, სადაც გიორგი ჯამდელიანი, ვითომდა ეპისკოპოსი, გონება სუსტი კაცი, რომელიც გადაყოლილია ამ რაღაცა იმას, რა ქვია, ამ რელიგიურ ორგანიზაციას, რომელიც არც ქრისტეს დაუარსებია, თან ისეთი კრიმინალური გარჩევა ამ ვიდეოში ასახული. იქ თავის ცეცხლს ასროლ იარაღს დებს იქ და აშინებს იქ ვიღაცებს. და აი ამაზე იყო, ესე იგი, აი ეს ვიდეო გავრცელა ტელეკომპანია ფორმულამ და ასევე სხვებმაც მე გადააზიარეს და მეც გავავრცელე ჩემს Facebook გვერდზე. ახლა მინდა რომ ეს გაჩვენოთ. რა ვიდეოზე ალაპარაკი და შემდგომ ამისა მინდა რომ ამასთან დაკავშირებით ერთი რამ გითხრათ აი იმ ადამიანებს, ვისაც ვითომდა ამ ჯამდელიანის ვიდეოს ნახვის შემდეგ რწმენა შეგერყათ ღმერთზე და უკვე ღმერთისაც აღარ გჯერათ და რაღაცა, ვინც ასე იცით ხოლმე, თუ ხართ აი ასეთები. ვინც არის აი ასეთი, ან თუ არის აი ასეთი, მათ მინდა რომ მიუმართო, აი მოდით აბა ჯერ ეს ვიდეო ნახეთ თქვენ თვითონ. და შემდგომ გავარჩევ აი ამას და მოგიწოდებთ აი რა გზას უნდა დაადგეთ, აი ღმერთი რა რჩევას გვაძლევს ესე იგი. და მეც მას მისი ჯერა და მეც უერთდები ამ რჩევას და მის რჩევას თქვენც გაგიზიარებთ. მაგწლი კი ის. აი, ვისო. ადასტურება შემონაზდა, შენ კომუნიკაციები ქონდა, ხო? არა, ჯერ დავიწყებ იქიდან რომ ეს საკითხი ჯამდელიანს რაც ეხება, ეს არის პოლიციის გამოსაძიებელი. საერთოდ ეს ამის იარაღის ტრიალი, რაღაცა კრიმინალური გამოხტომები და რაღაცა გონება სუსტობები, ეს კრიმინალური სფეროა და პოლიციამ უნდა გამოიძიოს და ამავე დროს მის ირგვლივ რა ამბავიც იყო ამ ტყდარი მის შესაძლო მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით, ესეც რა თქმა უნდა პოლიციამ უნდა გამოიძიოს, იმიტომ რომ გიორგი ჯამდელიანიც საქართველოს მოქალაქეა და ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს თუ რაიმე მსგავსი საფრთხე ემუქრება ან რაიმე დანაშაულთან გვაქვს საქმე, რა თქმა უნდა პოლიციამ უნდა გამოიძიოს. ამ შემთხვევაში ჯამდელიანის საქმეც არ არის გამონაკლისი და არამც არ უნდა გადავაბაროთ ეს რომელიღაცა სხვა ორგანიზაციას. იმიტომ რომ არსებობს საგამოძიებო უწყებები, აბა რისთვის აგვაქვს საქართველოში პოლიცია რისთვის არის, ამან უნდა გამოიძიოს. ეს არაფრით არის გიორგი ჯამდელიანი, არაფრით არის აღმატებული სხვა ნებისმიერ მოქალაქეზე. და პოლიციამ უნდა გამოიძიოს. მეორეც, ეხლა რაც შეეხება იმ ადამიანებს, ვისაც აი ასეთი ვიდეოების, აი ასეთი ფაქტების ნახვის შემდეგ გექმნებათ ხოლმე აი ესეთი თითქოს და ურწმუნოებაში ჩავარდნის რაღაცა გემართებათ რა, რომ აი უკვე აღარ გჯერათ აღარც ღმერთის გჯერათ, აღარც იმისა, აღარც ამისა და თითქოს და აი ახლა ამათი ბრალი იყოს ესე იგი ამ ჯამდელიანებისა და ამათი მსგავსი ადამიანებისა და ასევე სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციებისა. არ ეხება საქმე მხოლოდ საპატრიარქოს ორგანიზაციას, არამედ ნებისმიერ სხვა რელიგიურ ორგანიზაციაში ადამიანი, რომელიც ნახავს შეუსაბამობას, ნახავს კრიმინალს, გარყვნილებას, დაჩაგვრას და ამის გამო მას გული აეყრება ღმერთსაც და ითქვის რომ მე აღარ მჯერა, აღარც ღმერთის მჯერა, აღარც იმისა. ამ ადამიანს ჯერ იმ თავიდანვე პრობლემა ჰქონდა რომ ამ რელიგიურ ორგანიზაციებს უჯერებდა. და თვითონ არ ისწავლა ღმერთის წერილი. რაც შეეხება ახლა კონკრეტულად ამ საპატრიარქოს ორგანიზაციას, მე თვითონ, როდესაც საპატრიარქოს ორგანიზაციის წევრი ვიყავი, აი იმ დროს მე
შევისწავლე ღვთის ბიბლია, წერილი და იქიდან გავიგე ის, რომ საერთოდ აი საპატრიარქოს ორგანიზაციის ოფიციალური სწავლება ტაძრებთან დაკავშირებით, ესენი ტაძრებს რო აშენებენ, ტაძრებში რო საკურთხეველი აქვთ, მღვდლები რო ყავთ, რიტუალებს რო ატარებინებენ ამ მღვდლებს, აი ეს ხატები რო აქვთ და ასე შემდეგ. აი ეს ხატები, ტაძრები, მღვდლები, ტაძრებში სიარული ეს იესო ქრისტეს არ დაუწესებია. მეტიც ბიბლიიდან, ქრისტეს წერილიდან ესე იგი გავიგე ის, რომ თურმე უფალმა პირველივე საუკუნეში გააუქმა ის სამღვდელო სარიტუალო სისტემა და სატაძრო მსახურება, რაც დაწესებული იყო ძველი აღთქმის მოქმედების ეპოქაში თავად უფლისაგან. შემდგომ უფალმა ის გააუქმა. კონკრეტულად რაზეც ვლაპარაკობ, აი ვისაც ასე თუ ისე ფრაგმენტალური ცოდნა გააქვთ სახარების 4 თავთან დაკავშირებით, ვისაც აი წაგიკითხავთ აი ეს ადგილი ან მოგისმენიათ, რომ იესო შედის იერუსალიმის ტაძარში და იქიდან მოვაჭრეობას რო ალაგნავს. არის ასეთი ადგილი ბიბლიაში. ადამიანები, რომლებიც ბიბლიას კითხულობენ, ზედაპირულად და მთლიან ბიბლიას არ სწავლობენ, ამ ადამიანებს გონიათ, რომ აი ის ტაძარი, სადაც იესო შევიდა, თითქოს ესე იგი ჩვენ ტაძრები უნდა გვქონდესო, ამის გამოლოდა, გონიათ ის, რომ ის იერუსალიმის ტაძარი, სადაც უფალი შევიდა და იქიდან მოვაჭრეობა ალაგმა, გონიათ, რომ აი დღევანდელ საქართველოში რომ ტაძრები არის, მთელი ეს ძველი ტაძრებიც გელათში, მცხეთაში, ნეკრესში, გრემში, ალავერდში, სოფელ ალავერდში და სხვადასხვა ცნობილი ტაძრები რაც არის და ასევე უცნობები ახალი ტაძრები რაც არის, აი ახლად რო შენდება და გაამრავლეს ეს ტაძრები. ხოდა ამ ადამიანებს გონიათ ის, რომ ეს ტაძრები შესაბამისია იმ იერუსალიმის ტაძრისა, რაც სახარების 4 თავშია მოხსენიებული და არა მხოლოდ არამედ მანამდე მეფეთა წიგნებშია მოხსენიებული. როგორ ააშენა სოლომონმა ის ტაძარი და მერე რა ხდებოდა და როგორ ხდებოდა. მაგრამ სინამდვილეში ის იერუსალიმის ტაძარი იყო ერთადერთი, მსოფლიოში ერთადერთი იყო. სხვაგან არავის ჰქონდა უფლება, რომ მსგავსი ან რაიმე სხვა სახის, სხვა არქიტექტურის ტაძარი აეშენებინა. აი იერუსალიმის ტაძარში განწესებულნი იყვნენ აარონიანი მღვდლები და მხოლოდ იმ აარონიან მღვდლებს ჰქონდათ უფლება, რომ სხვადასხვა რიტუალები ჩაეტარებინათ. მათ შორის იყო ეს საკმევლის კმევა საცეცხლურით, ისედაც მათ შორის იყო მირონის მომზადება, მოხმარება და სხვას არავის ჰქონდა უფლება იმისა, რომ საკმეველი და მირონი დაემზადებინა და მოეხმარა გარდა აარონიანი მღვდლებისა. ხოდა ზუსტად უფალმა იესომ ეს აარონიანი მღვდლებიც გააუქმა და თვითონ იესო ქრისტე გახდა მღვდელი. ამაზე ძალიან მკაფიო განმარტება, მკაფიო ინფორმაცია მოცემული არის ბიბლიაში, ახალი აღთქმის ნაწილში, რომელსაც ესე იგი ახალი აღთქმის ნაწილში ებრაელ ქრისტიანთათვის გაგზავნილ წერილში. ვისაც საერთოდ რო არ გქონიათ შეხება ბიბლიასთან, აიღეთ, ისწავლეთ და ნუ იქნებით რაღაცა ზარმაცები და მერე ნუ დაიწყებთ ხოლმე ვაივიშს, რომ აი შეხედეთ იქ რა ხდება, რწმენას უკარგავენ ხალხს, ვინ ხალხს უკარგავენ. ჯერ განსჯა შეფასება თქვენივე საკუთარი თავიდან უნდა დაიწყოთ. თქვენ თვითონ როცა ბიბლია არ იცით, ღვთის ბიბლია არ იცით და ამბობთ, რომ ვიღაცა ხალხს უკარგავენო ესენი რწმენასო, თქვენ თვითონ რა ის ხალხი არა ხართ. თქვენც ხომ იმ ხალხის ნაწილი ხართ. ხო და ამიტომაც არის, რომ აი თქვენ თვითონვე უნდა ისწავლოთ ღვთის ბიბლია. ვალდებულები ხართ, იმიტომ რომ
ღმერთი აბსოლუტურად ყველა ადამიანს ავალდებულებს, რომ მას მოусმინონ, ისწავლონ, ირწმუნონ და გადარჩნენ. ვინც იესო ქრისტეს ირწმუნებს და გაჰყვება, ის გადარჩება. ამიტომაც თქვენივე საკუთარი თავიდან უნდა დაიწყოთ ეს, რომ თქვენ თვითონვე უნდა აგერ ბიბლია აიღოთ. აგერ ბიბლიის სარჩევში მოძებნეთ ებრაელთა მიმართ. აი ასე არის დასათაურებული წერილი. ეგ იმას არ ნიშნავს, რომ აი მხოლოდ ებრაელებს მისწერა ღმერთმა ეს წერილი თავისი მოციქულის მეშვეობით. არა, ეს ნიშნავს იმას, რომ ეს საყოველთაოა ყველა ქრისტიანის მიმართ არის მიწერილი. ისევე როგორც აი სხვა წერილები არის დასათაურებული, მაგალითად გალატელთა მიმართ, რომაელთა მიმართ, ეფესელთა მიმართ, კოლასელთა მიმართ. და ეს წერილები იმიტომ არის ასე პირობითად დასათაურებული, რომ იმ დროს პავლე მოციქულმა მართლაც სხვადასხვა ქალაქებში მცხოვრებ ქრისტიანებს, მორწმუნეებს მისწერა ეს წერილები, რომელთაგან ზოგი ცხოვრობდა კორინთოში, ქალაქ კორინთოში და ამიტომაც დაერქვა იმ ორ წერილს კორინთელთა პირველი და მეორე წერილი. ამავე დროს ზოგიერთი მორწმუნე ცხოვრობდა ქალაქ რომში და ამიტომ დაერქვა წერილი რომაელთა მიმართ. ხოლო ზოგიერთი ეთნიკურად იყო წარმომავლობით, ესე იგი ებრაელები იყვნენ ზოგიერთები და ამიტომაც დაერქვა იმ წერილს ებრაელთა მიმართ, მაგრამ ის ებრაელების ესე ეთნიკურად ებრაელებისთვის კი არ არის მხოლოდ, არამედ ნებისმიერი ქრისტიანის მიმართ არის, რომ ღმერთმა ეს წერილები თავის მოციქულებს დააწერინა ქრისტიანებისთვის, რომ ქრისტიანები თავისი მორწმუნეები გაეზარდა ინფორმაციულად. და შესაბამისად დღევანდელმა აი იმ პიროვნებებმა, ვისაც აქვს პრეტენზია იმისა, რომ მორწმუნეები არიან აი ღმერთის წამთ, ლოცულობენ, შეიძლება ადამიანი ამ წარმართულ სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციათა ტაძრებში არ დადიოდნენ, მაგრამ ამბობდნენ, რომ აი მე წამს, მე ჩემი რწმენა მაქვს ღმერთის წამს, მე ლოცულობ, აი ესე წარმოადგენენ თავის თავს, რომ მათ სჯერათ ღმერთისა და ამ დროს შეიძლება საერთოდ ღმერთს არ იცნობდნენ. აი ამ ადამიანებისთვისაც არის ღვთის ბიბლია დაწერილი, რომ ამ ადამიანებმაც წაიკითხონ და მხილებულნი იყვნენ აი იმაში, რომ ესენი ღმერთს არ იცნობენ და აუცილებელია მათთვისაც ღმერთის გაცნობა. ზუსტად ესე იგი ებრაელთა მიმართ წერილში არის ძალიან მკაფიოდ განმარტებული, გადმოცემული ის, რომ ის აარონიანი მღვდლობა, ის ძველი აღთქმა გაუქმდა და თვითონ იესო ქრისტე გახდა მღვდელი. ოღონდ არა აარონის წესით, არამედ უკვე მელქიცედეკის წესით, რომელზე წინასწარმეტყველებაც წინასწარ ჩაწერილი იყო დავითის ფსალმუნებში 119 ფსალმუნში, რომ იესო ქრისტე გახდებოდა მღვდელი მელქიცედეკის წესით. და ებრაელთა მიმართ წერილში წარმოჩენილია იესო ქრისტეს მღვდლობის უპირატესობა, რომ იესო ქრისტე თვითონ არის მღვდელი, ესე იგი განმწმენდელი, ცოდვისგან განმწმენდელი, რომ მან შესწირა ცოდვისგან გამოსასყიდი მსხვერპლი, როდესაც მან საკუთარი სხეული შესწირა იმისათვის, რომ ჩვენ გამოვესყიდეთ ცოდვისგან. მან აიღო ჩვენი ცოდვები თავის თავზე, ამის გამო მოკვდა და მესამე დღეს აღდგა მკვდრეთით. და იგი გახდა მღვდელი, ესე იგი განმწმენდელი მელქიცედეკის წესით და ებრაელთა წერილში დაფიქსირებული არის, რაოდენ დიდი უპირატესობა აქვს იესო ქრისტეს იმ ძველი აღთქმის აარონიან მღვდლებთან შედარებით და დღეისათვის ქრისტიანულ ეპოქაში, ქრისტეს სახარების ქადაგების ეპოქაში მხოლოდ იესო ქრისტე არის მღვდელი და უფალმა იესომ აბსოლუტურად ყველა ის რიტუალი გააუქმა, რასაც ატარებდნენ ძველი აღთქმის აარონიანი მღვდლები და თვითონ ის აარონიანი მღვდლობაც მთლიანად გააუქმა.
გააუქმა ის რიტუალები, რასაც ის მოხდლები ატარებდნენ, საკმევლის კმევა, ჯერ საკმევლისა და მირონის მომზადება, მერე მოხმარება, გააუქმა სატაძრო სამსახურიც. ის იერუსალიმის ტაძარში რა რიტუალებით სრულდებოდა, გააუქმა და თვითონ იერუსალიმის დაანგრევაც იწინასწარმეტყველა უფალმა და დაინგრა კიდეც და დღეს იმ ადგილას აშენებული არის. ჯერ ომარის მეჩეთი იყო აშენებული, მერე ის როგორც ისტორია გადმოგცემს მიწისძვრის შედეგად დაინგრა და ეხლა რამდენჯერმე მომხდარა მიწისძვრა იმ ადგილას და ახლა რა მეჩეთიც არის აშენებული იქ, ალაქსას მეჩეთს რო ეძახიან. ასევე წინასწარმეტყველება არის, რომ ის აშენდება აუცილებლად, ამას ხელს ვერავინ შეუშლის, იერუსალიმის ტაძარი აშენდება, სადაც ჯერ დაჯდება ბიბლიაში მოხსენებული ანტიქრისტე, რომელიც თავს ღმერთად გამოაცხადებს და შემდგომ ამისა მოდის ნამდვილი ქრისტე, იესო ქრისტე და ის გამეფდება მთელს პლანეტაზე 1000 წლით და შეწყდება ყველანაირი ომები და მთელი რიგი მტრობები, რაც ადამიანებს ახასიათებს ერთი მეორისაგან და ზუსტად ამ დროს მოხდება პირველი აღდგომა, მართალთა აღდგომა. ესე იგი ღვთის მოიმედეთა აღდგომა, ვინც აქამდე ღვთის მორწმუნე იყო და მის სწავლებას მიჰყვებოდა. ყველა მათგანი აღდგება მკვდრეთით. ეს არის თვითონ უფლის იესო ქრისტეს აღთქმა და მისი სწავლება არის, რომ იგი ყველა მის მორწმუნეს აღადგენს მკვდრეთით. ყველა მის მორწმუნეს და მის სიტყვაში დამრჩენს. ღმერთი არის ის პიროვნება, იესო ქრისტე არის ის პიროვნება, რომელიც თავის სწავლებას გვაწვდის თანმიმდევრულად, დალაგებულად, დაწვრილებით, განმარტებით და ეს ისეთი ღმერთი არ არის, რომ რაღაცა აბდაუბდად და ქაოსურად გვასწავლიდეს ბიბლიაში. ეს ასე არ არის. აგერ მან როგორ მოწესრიგებულად შექმნა მთელი რიგი თუნდაც ეს კოსმოსში რაც არის განლაგებული ეს პლანეტები, როგორი მოწესრიგება არის მის, აი თქვათ, სცენარეებში, როგორი კანონები ჩადო თვითონ ადამიანის სხეულში და სხვადასხვა ცხოველთა ორგანიზმებში. მთელი რიგი ისეთი წესები აქვს ღმერთს ჩადებული, რომ როდესაც ადამიანი ღმერთის ქმნილებას უყურებს, აი ამ მოწესრიგებულობას, ხო? შეუძლებელია ახლა ასეთ ღმერთს ისეთ რაღაც აბდაუბდა წერილი დაეწერა, რომ ჩვენ ვერ გაგვეგო მისი გადმოცემული სწავლება. ბიბლია არის თანმიმდევრობით დაწერილი წიგნი, გასაგებად არის და ადამიანი, რომელიც თვითონვე ისწავლის ამას, თვითონვე გაიგებს, ვინ არის ღმერთი და თუ კი ღვთისას, იესო ქრისტესას ირწმუნებს, აი ეს იქნება ღმერთის მცნობი და ვინც იესო ქრისტეს არ იცნობს და მის სწავლებას არ სწავლობს და არ ასწამს მისი, მან იგი ღმერთს არც იცნობს. აი ეს არის და ეს. ამიტომაც არის, რომ ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა რელიგიურ ორგანიზაციათა შემხედვარე დაიწყებენ ხოლმე ერთ ვაი ვიშს, რომ აი დამაკარგვინეს ამათმა რწმენა, აი აღარაფრის მჯერა, ხო და შენ იმ თავითვე აზრი არ იყავი. ღმერთს იმ თავითვე არ იცნობდი. და ეხლა ვითომ რაღაცა მიზეზი გაქვს, რომ აი ამათი გჯეროდა და ეხლა რაღა უნდა ქნა. რა უნდა ქნა და უნდა იყო ბიბლია, უნდა ისწავლო და ღმერთს უნდა ჩაბარდე. და არა ისე, რომ რაღაცა აქამდე ქაოსური რწმენა გქონდა და ეხლა ხო საერთოდ ესე იგი რა გამოდის, რომ ესე იგი ჯამდელიანის ბრალი ყოფილა ის, რომ შენ დაიღუპები და არ იქა ეხლა ჯამდელიანს, რომ არაფერი ცუდი გაეკეთებინა ამ კრიმინალური თვალსაზრისით, რა შენ ჯამდელიანთან უნდა ყოფილიყავი ამ გონებას სუსტ კაცთან, რომელიც
თვითონვე იღუპავს თავს აი ამ საპატრიარქოს ორგანიზაციაში ყოფნით და ამ რაღაცა მოჩვენებითი ძალაუფლებითა და რაღაცა საქმის გარჩევებით და თავი რაღაცა მაგარი გონია ეს რაღაცა იმის არ იყოს უფალი ამბობს რომ რას მოიგებსო ადამიანიო თუნდაც მთელი წუთისოფელი შეიძინოსო და თავისი სულიო თუ სიცოცხლეო დაკარგოსო მართლაც აი ასეა ხო რამდენი ადამიანი იყო ისტორიაში ხლა სად ჯამდელიანი რაღაცა სადღაც მიყურებულ საქართველოში რომელიც მთელს სოფლიოში მრავალ ადამიანს საერთოდ არ აინტერესებს ისევ ჩვენ გვაინტერესებს აქ საქართველოში რა ხდება და როგორ ხდება ხო და რამდენი ისტორიული პიროვნება იყო ისეთი რომ დღეს აღარ არიან და საერთოდ ადამიანთაგან აღარავის აინტერესებს და მით უმეტეს ეს ჯამდელიან რაღაცა წვერი აქ მოშვებული რაღაცა ვითომ წყნარად ლაპარაკობს ვითომ ის არის და ამ დროს გამოხდა ხანი და აი როგორ ატრიალებს თავის ცეცხლსასროლ იარაღს ბიჭო ესენი ვინ არიან რა ესე აი რა ხგონიათ ამათ და ამ დროს საქართველოს მთავრობა ეს მასთან ერთად პოლიცია ასე პირღია უყურებს ამათ და არაფერს აკეთებს საქართველოს მთავრობამ უნდა იმოქმედოს და შესაბამისად როგორც ნებისმიერ მოქალაქის წინააღმდეგ ხდება სხვადასხვა ღონისძიებების გატარება თუ კი ცეცხლსასროლი იარაღის ქონა დაუფიქსირდა თან აი ასეთ რაღაცა მუქარის ამბავში მით უმეტეს უნდა რეაგირება მოახდინოს და აქაო და ესენი რაღაც არის ამათ ეძახიან უბრალოდ თქვა საქართველოს ეკლესიას ეს საქართველოს ეკლესია ჯერ ერთი არ არის ეს არის კრიმინალთა ორგანიზაცია კრიმინალთა ეკლესია და ცრუ მოძღვართა და ცრუ სწავლების ორგანიზაცია რომელიც ჩვენი ქრისტიანთა უფლისა და ჩვენი ღვთის იესო ქრისტეს სახელს ბოროტად იყენებს აი იმაში რომ თავისი ცრუ მოძღვრების საფუარი ცრუ სწავლების საფუარი გააოცელოს და იესო ქრისტეს სახელი არის გამოყენებული და პრობლემა ის არის რომ თვითონ მოსახლეობას რომ ამას არ სწავლობს და ბიბლიას რომ არ ასწავლებს ზოგიერთმა ადამიანმა თავი შეყო ამა თუ იმ სხვა რელიგიურ ორგანიზაციაში გამოვიდა საპატრიარქოს ორგანიზაციიდან და თავისი გაგებით თავი შეაფარა ვთქვათ იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციას და არც ეს იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია სანდო ორგანიზაცია და არც რომელიმე ისეთი ორგანიზაცია ვთქვათ აი ზოგი ისლამის მიმდევარი გახდა და ამ დროს საღი გონების ადამიანმა ჩვეულებრივ ესე იგი ნორმალურმა ადამიანმა ყურანიც და ბიბლიაც რომ საგულდაგულოდ წაიკითხოს შესაბამისად შესანიშნავად გაიგებს იმას რომ ყურანი არ არის სანდო წიგნი და აი ეს მუსლიმები რომლებიც თავის თავს მუსლიმებს უწოდებენ მრავალი მათგანი არც ყურანს სწავლობს და არც ბიბლიას და ეხლა ამ ადამიანებს როგორ უნდა ენდოთ თქვენ რომლებმაც ეს ერთ აზერბაიჯანელ ახალგაზრდასთან მქონდა საუბარი ამ საკითხებთან დაკავშირებით და აი ჩვენს საუბარში გამოვლინდა რომ ამ ახალგაზრდამ მიუხედავად იმისა რომ თავის თავს მუსლიმს უწოდებს არც ყურანი იცოდა არც ბიბლია და გაუკვირდა როდესაც ბიბლიიდან წავაკითხე აბრაამის ამბავი როგორ უნდა შეეწირა მას თავისი შვილი ისაკი და მერე ღმერთმა რომ გააჩერა ეს ღმერთმა დაავალა მას რომ შენი შვილიო შემომწირეო და მერე ღმერთმავე გააჩერა და ჩვენს საუბარში შევეხეთ ყურბანის თემას მუსლიმები რო აღნიშნავენ ეს არის მსხვერპლ შესაწირავი და საუბარში თქვა რომ ეს აბრაამიდან მოდისო და მე ვუთხარი რომ ვიცი მეთქი და მოდი აბა ბიბლიაში წავიკითხოთ მეთქი აი ეს ღვთის წერილში მეთქი და გაუკვირდა და ესე იგი აქამდე არ იცოდა მან რომ ბიბლიაში
ეწერა აბრაამის ეს ისტორია. აი ესე არიან რა, ესე იგი, რომ ასე რაღაცა ბრმად ენდობიან ესენიც თავიანთი უახლოესი მამა პაპიდან რაღაცა წესჩვეულებებს გადმოცემულს და ესენიც არიან ამ თავიანთი ვიწრო საზოგადოების წესების ტყვეობაში, რომელ წესებსაც თვითონ ეს საზოგადოებაც არ იცნობს. ამიტომაც მოწოდება ღვთისა ყველა ადამიანისადმი არის, რომ ღმერთი ლაპარაკობს მისი წერილის მეშვეობით და თითოეულ ადამიანმა უნდა მოусმინოს მას და თავად ღვთის წერილიდან უნდა გაიცნოს ღმერთი. და ამ ჯამდელიანებისა და ვიღაცა ესე იგი ისეთი ადამიანების გადამკიდე, რომელი ადამიანებიც თვითონვე არიან ჩავარდნილები რაღაცა ტლაპში და წუმპეში, ახლა ამ ადამიანებს რომ იხილავენ, რომ ესენი ტლაპში გორაობენ და ამიტომ ჩვენ ამათ გამო რწმენა დავკარგოთ, ეს იქნება იმთავითვე ჩვენი მინუსი იქნება, რომ ჩვენ აქამდე არც გვქონია რწმენა და არც ვიცნობდით ღმერთს. ვინაიდან ღმერთი გვასწავლის იმას, რომ ეს საპატრიარქოს ორგანიზაცია საერთოდ ღმერთს არ დაუარსებია და არავითარი ძალა და არავითარი მადლი გააჩნია საპატრიარქოს ორგანიზაციას. მადლი აქვს იესო ქრისტეს, რომელიც თავის მადლს უხვად ყველას აძლევს, ვინც ქრისტეს სწავლებას ისწავლის ბიბლიიდან, ირწმუნებს და გაჰყვება მას. ყველა მათგანს თვითონ იესო ქრისტე ნათლავს თავისი სიტყვის მეშვეობით და თავისი წმინდა სულის მეშვეობით. ყველა იმ მორწმუნეს ნათლავს უფალი იესო, ვინც იესო ქრისტეს სწავლებას წაიკითხავს, დაიჯერებს, ირწმუნებს და დარჩება მის სწავლებაში. აი ეს იყო და ეს, რაც მინდოდა ამ საკითხთან დაკავშირებით და თქვენ არ ჩამოყაროთ ყურები, არ ჩამოყაროთ, არამედ პირიქით განმტკიცდით, აიღეთ ბიბლია, წინ გადადგით ნაბიჯი, ისწავლეთ, ნუ შეგეშინდებათ, ღმერთი მრავალ ადგილას გვეუბნება მის მორწმუნეებს, რომ ნუ გეშინიათო, არ უნდა გვეშინოდეს, ესე იგი, ვინც ღმერთს ვუსმენთ. მოусმინეთ თანმიმდევრულად, ისწავლეთ და რასაც ღმერთი გასწავლით, აი ესე ირწმუნეთ და აი ასე მოიქეცით.